მოგესალმებით ბავშვებო, თქვენ ვიდეოს დასაწყისში ნახეთ თუ როგორი თამაში უნდა შევქმნათ ახლა. ეს თამაში არის მარტივი და მარტივი ხერხით შეგვიძლია გავაკეთოთ. ეხლა პირველ რიგში გვჭირდება თუთიყუში, ხო? შესაბამისად ეს სპრაიტი არ გვინდა კატის, წავშალოთ და დავამატოთ თუთიყუში. ცხოველებში გადავიდეთ და ეგრე გვაქვს თუთიყუში. თუთიყუშის ზომა ეხლა დიდია, დავაპატარავთ და მივცეთ 50 და როგორც ნახეთ, ჩვენმა თუთიყუშმა ზევი მხარეს უნდა მიიფრინოს, ხო? დავიწყოთ, ესე იგი, ჯერ მივთითოთ ადგილი, რომ გაჩნდეს ყოველთვის მარცხენა ზედა კუთხეში, გადავიდეთ მოვლენებში, ავიღოთ, როდესაც ვაჭერ ღილაკს, ცოტა გავადიდოთ ბლოკები. და გადავიდეთ მოძრაობაში, ავიღოთ გადადი ამ კოორდინატებზე, ხო? მოდი ცოტა გავალამაზოთ კოორდინატი იყოს -200 125-ზე, რომ ცოტა ლამაზი იყოს. კი ბატონო, დადგა. ეხლა ჩვენი თუთიყუში უნდა წავიდეს მარჯვნივ, შესაბამისად უნდა შევცვალოთ ჩვენ x-ი, უпростоრად შევცვალოთ x-ი, თუმცა x-ის შეცვლა ერთი ნაბიჯი არ გვიყოფა, ამიტომ ჩავსვათ გამეორებაში და დავუწეროთ 38, ვნახოთ იყოფა თუ არა, 38 ჯერ გაიმეოროს x-ის ცვლილება 10-ით. ცოტა დააკლდა, მოდი 40 მივთითოთ. ძალიან ბევრია. 39 ნისკარტი დაემალა. კაი, ესე საკმარისია. და ასევე უკვე უნდა დაბრუნდეს, ხო? მოდი ამას დუბლირება გავუკეთოთ და x-ი შევცვალოთ -10-ით. გავუშვათ და ვნახოთ. კარგად დადის, რაც გვჭირდება, ეს თუთიყუშმა სულ მუდმივად უნდა იფრინოს, არ უნდა გაჩერდეს, ამიტომ ეს მოძრაობის ორი ციკლი ჩავსვათ მუდმივ გამეორებაში და შევხედოთ, რომ დაფრინავს მუდმივად. ეხლა დავადოთ ანიმაცია ფრთების ქნება, ხო? შეგვიძლია ჩვენ გადავიდეთ გარეგნობაში და გარეგნობიდან მივცეთ მას, რომ გადავიდეს მომდევნო კოსტუმზე. შევამოწმოთ კოსტუმები ხო რიგზე გვაქვს, კი ბატონო, პირველ კოსტუმს ფრთები მაღლა აქვს, მეორე კოსტუმს ფრთები დაბლა აქვს. მაშინ პირველივეს ჩავსვათ მომდევნო კოსტუმზე, აი უკარო ბრუნდება არ აქნევს, ამიტომ უკან დაბრუნების დროსაც ჩავსვათ მომდევნო კოსტუმზე და კი ბატონო, ჩემი აზრით ძალიან სწრაფად იქნევს ფრთებს, მოდი ცოტა შევანელოთ, შესაბამისად გადავიდეთ მართვაში და ავიღოთ იცადე, ერთი წამი ძალიან დიდი იქნება და მოდი 0.5 მივცეთ. ესაც დიდია, 0.2 დავწეროთ, ან 0.1. მეგონი 0.2 უფრო ლამაზი იყო. ხო, 0.2. მოდი დაბლაც ჩაუსვათ, რომ აი უკან დაბრუნების დროს არა, მეგონი დიდხანს ანტონებს. ხო, ჯერ ესე ჩავსვათ და მერე თორმეტ დროები შევცვალოთ. გავუშვათ. კი ბატონო, დაფრინავს. და რაც დაგვრჩა ის არის, რომ უნდა მოტრიალდეს უკან მოსვლის დროს, ესე იგი კუსლით არ უნდა წამოვიდეს. ამიტომ გადავიდეთ მოძრაობაში და მიმართულებები მივცეთ. რახან ამ მიმართულებით მიდის, აგერ მიმართულება გვაქვს მარჯვენა მხარეს იყურება 90 გრადუსით, მაშინ პირველს ჩაუსვათ, ისე მივთითოთ მიმართულება კონდეს 90 გრადუსი, ხოლო მეორეს უკან დაბრუნების დროს დავწეროთ -90. მოდი შევხედოთ. მოდი 0.1 წამი იყოს, ცოტა ჩქარა იფრინოს. აი ესე. კი ბატონო, უღონს თავდაყირა მოდის, ჩვენ ეს უკვე ვიცით, როგორც შევცვალოთ, შესაბამისად -90-ზე დავაწვევით ამას და ვეტყვით, რომ სარგისებურად მოტრიალდეს და შესაბამისად ეხა უკვე გასწორდა. კი ბატონო, თუთიყუში დავამატეთ. ეხა რაც უნდა შევქმნათ, ეს არის გოგონა, რომელიც ჩვენ უნდა ვმართოთ, ხო, თუთიყუში თვითონ კომპიუტერი მართავს. ამიტომ გადავიდეთ
დავამატოთ ახალი სპრაითი, გადავიდეთ ადამიანებში და ვიღოთ გოგონა, რომელიც დადის. აი ეს ამ შემთხვევაში ეს და ჩავსვათ. ნუ გოგონაც ძალიან დიდია, მოდი დავაპატარავოთ და მივცეთ 50 ზომა. აი ესე ნორმალური იქნება. მოდი სცენაც ავარჩიოთ, რაიმე ისეთი, რომ თეთრი ფონი არ გქონდეს, შევიდეთ სცენაში და მოდი ეს blue sky ავიღოთ. და ეს გოგონა სადღაც აი ამ გზაზე დავსვათ. მოდი ესაც 0 მინუს 120-ზე იყოს, კაი კოორდინატებია. და ჩვენი ესე ვთქვათ გოგონა, როდესაც თამაშს დავიწყებთ, გაჩნდეს ხოლმე ცენტრში. ამიტომ გადავიდეთ მოვლენებში, ავიღოთ, როდესაც ვაჭერთ ღილაკ დროშას და მოძრაობიდან სად გადავიდეს გოგონა. ანუ გადადი x და y კოორდინატებზე. ნუ დავაპაუზოთ. შევამოწმოთ. თავის ადგილზე დალაგდებიან თუ არა, დავჭიროთ დროშა და თავის ადგილზე ლაგდებიან. ეხლა რა შეეხება გოგონა უნდა მართოთ კლავიატურით, შესაბამისად ისე გადავალ გოგონაში, გვაქვს აქ ღილაკი, როდესაც აჭერ ღილაკს და აქ ავირჩიოთ მარჯვენა ის არის, როდესაც ვაჭრენ მარჯვენა ის არის, უნდა წავიდეს მარჯვენა, ანუ x-ი შეიცვალოს 10-ით და მოდი ეს ისე დავადუბლიროთ და როდესაც ვაწვევი ის არის მარცხნივ რო წავიდეს x-ი უნდა შეგვიცვალოს -10-ით, ხო? დავტესტოთ, კი ბატონო, მარცხნივაც მოდის, მარჯვნივაც მოდის, კლავიატურით იმართება. ნუ რაც დაგვრჩა, ეხლა ამ გოგონასთვის საჭირო იქნება დავამატოთ ნაბიჯების გადადგმა. შევაწმოთ კოსტუმები, კი ბატონო, აქ სიარულის ეფექტი. შესაბამისად, მოდი გადავიდეთ გარეგნობაში და აქაც მივთითოთ გადადი მომდენო კოსტუმზე და მარცხნივ წამოსვლისაცაც მივცეთ. ვაწვევი მარჯვენა ღილაკს დადის, მარცხნივაც დადის, მაგრამ მარცხნივ არ ბრუნავს. შესაბამისად, გადავიდეთ მოძრაობაში და ავიღოთ მობრუნება, ხო? მარჯვნივ რო წავა 90 გრადუსი იყოს და მარცხნივ რო წამოვა -90 გრადუსი იყოს. მარჯვნივ მიდის, მარცხნივ თავდაყირა დადის, მარჯვნივ სწორდება. ამიტომ მარცხნივ როდესაც მოდის, აქ ჩავურთოთ ამასაც სარკისებრულ და გასწორდა. მარცხნივაც მოდის, მარჯვნივაც მოდის. ანუ გოგონას მართავთ. ეხლა რაც ჩვენ გვინდა, ნუ რაღაცა გვესროლოს თუთიყუშმა, რომელსაც მე ჩვენ ავიცილთ, ხო? ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ ავიღოთ კვერცხი, გადავიდეთ სპრაიტში და ავირჩიოთ კვერცხი. კი ბატონო. ნუ კვერცხიც დიდია ზომით, მივცეთ 50. ნუ კვერცხს მოდი შეფერილობა შევცვალოთ, გადავიდეთ კოსტუმში და თუთიყუშ თეთრი კვერცხის მოგივათ, ცოტა სხვა ფერი კვერცხი აქვს. მოდი ცისფერი კვერცხი ავიღოთ. ესე, ეს სამნისფერია, მოიცა ცისფერი ავიღოთ. ესეთი და აი ამ ფერი კვერცხი მივცეთ. კი ბატონო, და ჩამოვარდეს, ხო? მოდი. და რო ჩამოვარდება ძის რო დაეცეს, გატყდეს. მოდი ესაც გავაფერადოთ ამ ფრად, რომ ლურჯი ფერის გატეხვის ის გქონდეს. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ კოდში და დავიწყოთ კვერცხის ჩამოვარდნა, ხო? ეხლა რაც შეეხება პირველ რიგში ჩვენ უნდა მივთითოთ, რომ კვერცხი სულ თუთიყუშ დაყვებოდეს და მე იქიდან ჩამოაგდოს, ხო? როგორ გავაკეთოთ ეგ? გადავიდეთ ჯერ ღილაკის დროშას ღილაკს დავაწვეთ. ესე იგი, კვერცხი სულ უნდა იყოს თუთიყუშთან. ამიტომ ჩვენ მოძრაობაში გვაქვს გადადი x და y კოორდინატისთვის, ასევე გვაქვს მეორე გადადი
რომელშიც შეგვიძლია მივუთითოთ, სად შეიძლება გადავიდეს. მაგალითად, თაგვის მაჩვენებლისკენ თუ ამას დავაწებ, თაგვის სადაც არის, იქ გადავა ჩვენი სპრაიტი, მაგალითად. ეხლა აქ არის თაგვი და ამიტომ აქ გადადის. თუ ავიღებთ ფეროც, დავაჭრებით დროშას თუთიყუში, სადაც არის იმ ადგილას გადავიდა. თუ ავიღებთ გოგონას სადაც არის, იმ ადგილზე გადავა. ნუ ჩვენ შემთხვევაში გვინდა თუთიყუში. მაგრამ თუ ხედავთ თუთიყუშთან ერთხელ გადავიდა და დარჩა. ანუ ჩვენ გვინდა რომ მუდმივად თუთიყუშთან მიდიოდეს, ამიტომ აი ეს გადადი, მოდი ჩავსვათ მუდმივ გამეორებაში. დავაპაუზოთ და გავუშვათ ახლიან, აი მუდმივად დაყვება თუთიყუში. ასევე ის არის რა ვიღოთ, ეხლა სადაც წავიღებ ის არის, აი მე ჩემი ის არის გამოყვება. კი ბატონო, ავირჩიოთ ისევ ფეროდი. მუდმივად მიყვება. ეხლა ჩვენი მიზანი რაც არის, ეს კვერცხი უნდა ჩამოვარდეს, ხო? შესაბამისად, ქვევით რომ ჩამოვიდეს, გვინდა Y-ის ცვლილება უარყოფითად, ხო, ქვევით რომ ჩამოვიდეს, -10-ით, რა თქმა უნდა, 1-10 არ იყოფა და გამეორებაში ჩავსვათ. მოდი ვნახოთ, ნუ 10 არ მოგწონს. მოდი 25-ით ჩავწეროთ, ისე ჩამოვაგდოთ, რომ აი აქ ესე ვთქვათ, მიწაზე დაეცეს და მერე გატყდეს. მოდი აბა 28. კარგი. მოდი აბა რო ჩამოვარდება 1 წამი დავალოთ, რომ ვნახოთ რა ხელაზე. კი ბატონო, შვენიერი არის, შეგვიძლია 29-ს ჩავწეროთ? არა, 28 უფრო კარგი იყო. დავწეროთ 28. კი ბატონო, დავაპაუზოთ ახლიდან, აი ჩამოვარდა. ძალიან კარგი. ეხლა როდესაც ჩამოვარდება, კვერცხი უნდა გატყდეს. შესაბამისად, გადავიდეთ გარეგნობაში და კოსტუმები ავიჩოთ. პირველი კოსტუმი იყოს, როდესაც მთლიანია და როდესაც დაიცემა იყოს მეორე კოსტუმი, ხო? ესე იგი, კოსტუმი, მოდი სახელები გადავარქვათ, ამას დავარქვათ პირველი, ამას დავარქვათ მეორე. და გადავიდეთ კოდში. ესე იგი, მეორე, როდესაც ჩამოვარდება, უნდა გატყდეს. აი, გატყდა, მაგრამ ეხლა გატეხილი მოდის. ამიტომ მოდი ზევით გადაერთოს, აი საწყისში გადაერთოს კოსტუმი ერთად. ჩამოვარდა, გატყდა. ნუ ეხლა კვერცხი ალბათ ესე მარტივად არ ჩამოვარდება, უნდა იტრიალოს. მოდი ბრუნვაც დავამატოთ, მოძრაობაში გადავიღოთ და მოდი იბრუნოს 15, აი ესე გრადუსით. ხან ესე დაეცემა, უფრო რეალური იქნება და თან კვერცხიც ტყდება. შესაბამისად, გოგონა შეგვიძლია ვატაროთ, ისე რომ ჩამოვარდნილი კვერცხები ავიცილოთ. ანუ ეს თამაში რა თქმა უნდა დასრულებული არ არის, გვინდა კიდე რომ დავამატოთ, მაგალითად კვერცხი რომ მოხდება, გოგონა გაქრეს, თამაში დამთავრდეს, შეგვიძლია ქულებიც მაგალითად რამდენ კვერცხს ავირჩევთ და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ უკვე მომდევნო ვიდეოში გავაკეთოთ. ამით მოდი ეს ვიდეო დავამთავროთ. აბა ნახვამდის ბავშვებო.